გუში დატვირთები გამოვიდა ძირითადად. ნუ ეს ღონისძიება მინდა აღინიშნოს, რომ ხორციელდება მთელი რეგიონის ფარგლებში მასშტაბით და თითქმის კი არა ყველგან არის ასეთი ჯგუფების შექმნა და დღეღამის განმავლობაში მორიგებული აღნიშნულ დაკავშირებით არის სპეციალური შემდგომი დისლოკაციისა და გეგმა შეთანხმებული ყველა ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და მიმდინარეობს როგორც აღნიშნეთ უკვე ყოველდღიური 24 საათიანი მორიგეობა. ნუ ასეთი ერთ-ერთი მორიგეობა არსებობა გუშინ თავისთავად და მეტად სერიოზული ტვირთების მოძრაობა იქნა აღკვეთილი და საბაჟო ტერმინალში შეყვანილი, რომლებიც ნუ თავისთავად მიექცევა შემდგომ საბაჟო კონტროლს, აქ ძირითადად საუბარია გადასახედებს. ნუ თავისთავად მიმდინარეობს ამავდროულად იმ მასალების შემოწმება და მოკვლევა, რომელიც საეჭვო ხდება როგორც კონტრაბანდის დანაშაულის ნიშნების არსებობის დროს. მე თავიდან მინდა აღნიშნო ის გარემოება, რომ 7 რიცხვიდან დღეს მდგომარეობით აქ შეიძლება მცირე რაოდენობაზე ხედულობაში 10-15,000 ლარის პარაგრაფში იყოს თქმულება, რადგანაც მე მხოლოდ მაქვს პარასკევის მონაცემები დაახლოებით სახელმწიფო ბიუჯეტში მოზიდული იქნა 300,000 ლარი. აი ამ ღონისძიებების შედეგად. ნუ ეს კი მოგეხსენებათ ეს თანხა არ არის მცირე, რომ ავიღოთ მაგალითად გორი ქალაქი და გორის რაიონი მთლიანად ეს მთელი თვის ბიუჯეტის ნახევარზე მეტია და ნუ მოგეხსენებათ სულ რაღაც 20 დღეში ამ ხელთანხების მოზიდვა უკვე შეიძლება ითქვას, რომ რაღაცას წარმოადგენს და მუშაობამ შედეგი გამოიღო. ნუ ძირითადი თვირთების მოძრაობა ეს გახლავთ რუსეთის ფედერაციიდან შემოსული სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან ეს უფრო ეხლა დაიწყო განსაკუთრებით ხორბლის შემოდინება და ძირითადად შემოედინება ამავდროულად საკონდიტრო ნაწარმი, ლუდი, გამაგრებელი წყლები, სამშენებლო მასალები და თანაც საკმაო, ასე ვთქვათ, რაოდენობის. ეს კვლავაც გაგრძელდება. ბატონო, ჩემი ინფორმაციით ეს გასაგებია რომ გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში იქნება. ჩემი ინფორმაციით გუშინ გარკვეული ინციდენტს ჰქონდა ადგილი ერთ-ერთ საგუშაგოსთან, როდესაც ქალები ჩამოვიდნენ ავტობუსიდან და ავტობუსის წინ დაწვდნენ, ისინი პროტესტს აცხადებდნენ, ტერმინალში წასვლა არ უნდათ მათთან. და ეს ინციდენტი როგორ დასრულდა? წავიდნენ თუ არა ისინი ტერმინალში? ნუ ძირითადი ჩვენი მიზანი როგორც აღნიშნე ეს არის თვირთების საბაჟო რეგისტრაცია, საბაჟო კონტროლზე მოქცევა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახსრების მოზიდვა. ნუ თავისთავად სურვილი არავინ არ არის თანხის გადახდის და ამიტომ ხშირ შემთხვევაში არის აგრეთვე ასეთი წინააღმდეგობებიც მოქალაქეების მხრიდან, მაგრამ ჩვენ და საბედნიეროდ დარწმუნებული ტვირთების ზემოთ შემოტანილი ყველა ტვირთი მოხდება საბაჟო კონტროლის ქვეშ და გარკვეულწილად შეიკავონ თავი თუ არ იქნებოდ სურვილი თვირთების დამბაჟების. ბატონო ალიკა, მე ხშირად მქონია შეხვედრა იმ ხალხთან, რომლებიც ასე ვთქვათ პროტესტს გამოხატავენ ტერმინალში შესვლასთან დაკავშირებით და ისინი აცხადებენ ხშირად, რომ ისინი აწარმოებენ შიდა გადაზიდვას, ყიდულობენ რა გარკვეულ პროდუქტს თუ პროდუქციას ერგნეთის ბაზრობაზე, ეს საქართველოს ტერიტორია და გადმოაქვთ შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და აი თქვენ როგორც კანონში ჩახედულ და კანონის მცოდნე ადამიანს, აი როგორ შეფასებას მისცემ, ეს შიდა გადაზიდვაა თუ უცხოეთიდან შემოსტანილი პროდუქცია? აი ეს არგუმენტი მოხდა ძალიან ხშირად. ერთი ფაქტია ის, რომ ნებისმიერი გაყიდული საქონელი ტვირთი იქნება, თუ რაც იქნება, ყველა არის შემოტანილი ფაქტიურად რუსეთიდან. ყველა, რა თქმა უნდა, საბაჟო გადასახადის გვერდისავლით. მაგრამ ის ფაქტი, რომ დღეს ცხინვალის რეგიონში, სამაჩაბლოში შექმნილი და ცნობილი მოვლენების გამო ვერ ვახორციელებთ საბაჟო კონტროლს, ამით არ უნდა ისარგებლოს. ვინც არ უნდა იყოს ის ნებისმიერი და არ უნდა გაიხადოს ეს მომენტი თავისი შემოსავლის და გამდიდრების საშუალება.
ну მოგეხსენებათ რომ ცნობილი მოვლენების გამო იქ ვერ კონტროლდება ჩვენს მიერ სამართლდამცავი ორგანოების მიერ და მათ შორის საბაჟო სამსახურების მიერ და ამიტომაც ფაქტიურად რადგანაც ეს ფაქტობრივად არის კონტრაბანდული გზით მოხვედრილი საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ ხდება მათი გამბაჟება. ამაში დამორწმუნებით ალბათ თქვენს და თითოეული მოქალაქეც მოსახლეც ვინც ჩვენს გადაცემას უსმენს და უყურებს რომ გზავსი მოქმედებები არ არის მიმართული იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ოჯახში მოსახმარებლად შეეძებენ იქ გარკვეულ საქონელი იქნება თუ პროდუქტი იქნება და როდესაც ვინმესგან სისტემატიური ხასიათი აქვს იქ შეძენას და შემდეგ გაყიდვას და ამით ასე ვთქვათ უკვე საქმიანობად აქციას ეს ხო ეს ფაქტიურად უკვე მექვემდებარება თავისთავად გამბაჟებას თავისთავად წარმოადგენს უკვე დიდი რაოდენობით საქონელ ბრუნვას და ამიტომაც კანონის შესაბამისად ხდება მათი გამბაჟება. Nusă, anul nici să băm să trăiască des, să băjăm să săхуре, am să argăte, să se rezivite dat. Так nobile să băjăm codexe da, nu trebuie am tot trebuie am băjăm. დიდი მადლობა თმოლიკა. მე ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს ჩვენი გადაცემა და თქვენ ძვირფას ტელემაყურებლებო შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თქვენთვის სასურველი კითხვები მოგვაწოდოთ, რომელსაც აუცილებლად გასცემს პასუხს ბატონი ალიკა. შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომრებია ქარელში 313 ან მობილური 899 57 13 ველით თქვენს ზარებს. ბატონო ალიკა სულ ცოტა ხნის წინ მთელი ქალაქი და გორი და არა მარტო გორი, მთლიანად საქართველოს შეძრა იმ ფაქტმა, რომ გატაცებული იქნენ ჩვენი თანამოქალაქეები, თქვენ ხვდებით ვიზეც გელაპარაკებით, კობა კურტანიძე, მსოფლიო ჩემპიონი, ფერსაშვილი და გოგიჩაშვილი. როგორც ვიცი, თქვენ ესაუბრეთ მათ და აი 1000 ჭორმართალია დღესდღეობით არეული ხალხში. ზოგი რას ამბობს და იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვითხროთ რა მოხდა, რა ამბავი იყო. რა თქმა უნდა, მე არ ვითხოვ იმას, რომ გამოძიების ინტერესები დაზარალდეს აი ამ საუბრით. Nu შესაძლებელია ამ ფაქტთან დაკავშირებით მეტავზე აუწყოთ მოსახლეობას ეს აუცილებელიც არის გავრცელებული 1000 ინფორმაცია მართალი თუ ტყუილი. Ну დავიწყებ იქიდან რომ მართლაც სკანდალური დანაშაული მოხდა რაღაც არადამიანური თვისაც საერთოდ ნებისმიერი დანაშაული ასე ითქვას არასასურველი და კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ როდესაც ასეთი დანაშაული ხდება ადამიანის მოტაცება, ანგარების ფულის გამოძალვის მიზნით, მithumetes საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე, ეს მეტად შემაშფოთებელი, მეტად დამაფიქრებელი გამედია. ზეღანაც აღნიშნულ შეიძლება თუნდაც განზრახულობას ის ეფექტი არ გამოიწვიოს ხედულობაში, მაგრამ საზოგადოების ეს აჟიოტაჟი, როგორც თავისთავად ასეთ დანაშაულმა. თავიდან მინდა აღნიშნო ეს გარემოება, რომ დანაშაული გორის ტერიტორიაზე არ მოხდა. დანაშაული მოხდა ახალგორის ტერიტორიაზე, იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ვერ კონტროლდება, ჩვენი იურისდიქცია არ ხორციელდება და მას აკონტროლებს დღევანდელი მუცინოში არსებული ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები. მეხლა რაღაც შეიძლება ითქვას 2-3 სოფელია, ძალიან მცირე მოსახლეობით და ტერიტორია საკმაოდ დიდი, ფართობია უბრალოდ, ძირითადად არის ეს თაგურიანი და ტყეები დაფარული ადგილი. ეს ხდება 27 ივნისს თვითონ ბატონი კობა კურდანიძე, ბორის გოგიჩაშვილი და მათი მეგობარი თამაზ ფერსაშვილი პირად საქმეზე იმყოფებოდა თბილისში, ხოლო შემდეგ უნდა ასულიყვნენ ახალგორის რაიონის სოფელ ზაყურში ახლობელთან, ვინმე მუზაევთან. იქ წვეულებაზე იყვნენ მიწვეული. ფაქტიურად მათ, როდესაც მიაღწიეს უკვე ამ სოფელ ზაყურს, იქ მოხდა მასზე ყაჩაღური თავდასხმა, მინდა აღნიშნო ის გარემოება, რომ მეტად ასე ვთქვათ, სპეციალური ცეცხლსასროლი იარაღებით აღჭურვილი პირების მიერ
ისეთი სასული არაღებით, როგორც არის მაყუჩიანი ავტომატები, ეგრეთ წოდებული მუხა და სხვა. ეს საკმაოდ ორგანიზებული, რა თქმა უნდა, მათ შორის ისინი იყოფებოდნენ გატაცებული ავტომანქანით, აჩაღურად გატაცებული ავტომანქანით, რომელიც შემდგომში დანაშაულის ჩადენის შემდგომ ყალის დაფარვის მიზნით დაწვეს ცეცხლის საკიდებით, მოხდა მათზე ყაჩაღური თავდასხმა და მათი გატაცება თავიანთი ავტომანქანით, რითაც ისინი იყოფებოდნენ, მიემგზავრებოდნენ დანიშნულების ადგილს. როგორც ჩანს, დანაშაულთა მიზანს წარმოადგენდა მათი გადაყვანა ცხინვალში და ფაქტიურად ძირითადი გზა ცხინვალში მოხვედრის იყო გორის ტერიტორიის გავლა და აქ ხდება გორის ტერიტორიაზე სოფელ სვენეთთან, ბაზრობასთან, კობა კურტანიძის ავტომანქანიდან, როგორც ახლადგინდება წინასწარი გამოძიებით გადმოხტომა. იყო ვერსია რომ თითქოს გადმოიგდეს, მაგრამ ეს ვერსია ფაქტიურად უკვე წინასწარი გამოძიების დროს გამოირიცხა, მან მართლაც რომ ისეთი ნაბიჯი გადადგა და გადმოხტა ავტომანქანიდან და ამის შემდგომ ხდება, მოგეხსენებათ ამ ადგილიდან, გადმოხტომის ადგილიდან სულ რაღაც 15 წუთში ისინი უკვე შედიან ცხინვალში. აქ ერთი მომენტია, რომ მათ ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან, უკანა საბურავი და გორის ტერიტორიაზე ხდება კიდევ ერთი ყაჩაღური თავდასხმა შემთხვევით გავლენ მოქალაქეზე, რომელსაც აართვეს მანქანა, ამ მანქანაში გადაყვანა ხალხის და შემდგომ დადასტურებულია მათი ცხინვალში შეყვანა. 5 დღის განმავლობაში აუკვეთეს მათ უკანონო თავისუფლება და შემდგომ კი განთავისუფლებული იქნენ როგორც ფერსაშვილი, ისევე გოგიჩაიშვილი. და რამდენად იმოქმედა აი ამ გათავისუფლებაზე კობა კურტანიძის გადმოხტომა მანქანა? ეხლა ეს ცოტა ასე ვთქვათ ძნელი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ კობა კურტანიძის გადმოხტომამ დამნაშავეთა სამყაროს საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა. საკმაოდ დიდი პრობლემები, იმიტომ რომ ფაქტიურად დანაშაული მაშინაც ცნობილი გახდა ჩვენს მიერ და გარკვეული ოპერატიული ღონისძიებები გატარდა თვითონ ცხინვალის სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით, რომ არ მოხდა მათი თუნდაც ცხინვალის რეგიონიდან გაყვანა. და რა როლი ითამაშეს ამ შემთხვევაში ცხინვალში მოქმედმა სამართალდამცავმა ორგანოებმა? ქონდა ძირითადად ჩვენ კონტაქტები მათთან, მთელ ეს ნოტაცია თავისუფლების უკანონო დახკვეთის პერიოდში. გარკვეული დახმარებაც აღმოგვიჩინა, შეიძლება ითქვას, მათ ძირითადად ოპერატიული ღონისძიებების გატარებაში, მათი შეხედულობაში მაქვს, არ მოხდარიყო მათი გაყვანა ცხინვალის რეგიონიდან, შემდგომ განთავისუფლებაში უკვე მიიღეს გარკვეული მონაწილეობა. ეხლა ძირითადი არის იქ ისეთი მომენტები, რომელიც ასე ვთქვათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ცოტა შეუძლებელია მისი თქმა. კობა კურტანიძის ავტომანქანიდან გადმოვარდნისთანავე თავიდან როგორც ვიცოდით, დაუყოვნებლივ აღიძრა გორის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე 133 მუხლით სისხლის სამართლის კოდექსის. ეს გახლავთ ადამიანის მოტაცება და თავისუფლების უკანონო დახკვეთა ანგარებით ან სხვა ქვენაგზნობით, რადგანაც მანქანიდან გადმოხტომის დროს კობა კურტანიძეს ხელები ჰქონდა შეკრული და თვალები ახვეული. ეს იყო ძირითადი სპეციფიკა დამახასიათებელი ამ დანაშაულისა და მოხდა გორის ტერიტორიაზე, გორის პროკურატურაში მისი აღძვრა და გამოძიების წარმართვა თავისთავად საფუძველ ნორმების დაცვით. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ის ვერსია, რომ გამტაცებელი ჩრდილო კავკასიელები შეიძლება ყოფილიყო? გამორიცხული დღეს არაფერი არ არის. მით უმეტეს ცხინვალის პრობლემა, გერიქით ისე ვადიკავკასიის პრობლემა, ფაქტიურად უმართავი უკონტროლო სიტუაციები მათი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რადგანაც ვერ ხორციელდება ის ღონისძიებები, რასაც უნდა ატარებდნენ და უნდა ახორციელებდნენ, თავისი 1000 სუბიექტური და ობიექტური მიზეზები გააჩნია. ეს ყველაფერი არ არის გამორიცხული, ასეც ყოფილიყოს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მასში მონაწილეობას უნდა იღებდნენ თვით ადგილობრივი მიხედველობაში მოქცე ცხინვალის დამნაშავეთა ელემენტები, რომლებიც ესოდენ ფართოდაა.
ხედულობაში მოქვს ჯგუფები, ბანდიტური ჯგუფები, რომლებიც წლების განმავლობაში მოქმედებენ, არსებობენ ცხინვალში, დაუჟელად გადაადგილებიან თავისთავად თვითონ რეგიონში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხინვალის სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებენ და პერიოდულად კიდევ ახდენენ გამოსვლებს გორის რაიონის ტერიტორიებზე, სოფლებში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე და ჩადიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულებს. ახალ სამ თემას შევეხოთ და აღნიშნულ ის რომ არის იქ ბანდიტური დაჯგუფებები, რომლის წევრებსაც ჩადენილი აქვთ 5-6 განზრახველობები, მრავალი ყაჩაღობა და სხვა ისინი წლების განმავლობაში იძებნებიან და ფაქტიურად ატარებული ოპერატიული ღონისძიებისა ვერ ხორციელდება მათი ასე თქვა დაკავება ისევ და ისევ უცნობილი მოვლენების აქ კულტანიძის საქმის გამოძიება რა ეტაპზეა დასწავლეთ? კულტანიძის საქმის გამოძიება, ძირითადად ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიების განხორციელება, არის კონკრეტული მონაცემები, არის კავშირები ჩრდილოეთ რუსეთთან. და ეს ფაქტიურად დაკითხვები, რაც შესაძლებელი იყო, ძირითადად ამოწურულია. ეს მომენტებია ძირითადად ისეთი, რომ ცოტა უფრო ასე ვთქვათ, გასაგებ არასაეთერო. ბატონალიკო, თქვენ წეგან აღნიშნეთ შეიარაღებული ასე ვთქვათ ბანდიტური ჯგუფების არსებობაზე. სულ ცოტა ხნის წინ აი ამ ფაქტამდე ვიცით რომ აგერ სოფელ შინდისთან მოხდა 3 გორელი პიროვნების მკვლელობა და რამდენად დაკავშირებულია თქვათ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან. ხომ არ გამორიცხავთ თქვენ მათ შორის კავშირს? მათ შორის კავშირს არ გამორიცხავ. როდესაც ორ სხვადასხვა დანაშაულზე საუბარი და ხდება მათ თავისთავად შედარება, ძირითადად დაკავშირებით ძირითადად ჩვენ გვაქვს ყოველთვის ხედველობაში დანაშაულის ჩადენის იარაღი, ხერხის საშუალება და ასეთი მომენტები, რომლებიც აბსოლუტურად თანხმევაშია კობა კულტანიძის და სხვათა გადაცემის საქმესა დაკავშირებით. და ზუსტად აქედან გამომდინარე აღნიშნე რომ კიდევ სხვა მონაცემები გვაქვს, რომლებიც საბოლოოდ უნდა შეძერდეს, ოპერატიული საძრაო ღონისძიებები გატარდეს და საბოლოო შედეგებამდე ალბათ მივართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორივე დანაშაული გაიცნება და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი. დანაშაულიც თავისთავად ალბათ დადგენილ და დაკავებულიც იქნება. ეს ყოველ შემთხვევაში ჩვენ უდესურვილია მათი დადგენა დაკავება და ამისათვის გორის პროკურატურა, კერძოდ ჩემი კოლეგები, ჩემი თანამშრომლები გადაზოგავდნენ არანაირი ძალასა დინგეს. ეს არის უბრალოდ პრესტიჟის ამბავი ჩვენთვის, ეს არის პრესტიჟის ამბავი თუნდაც ქალაქისთვის, იმიტომ რომ ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს, იცით? კიდევ ხას უსვამ იმას, რომ მართალია მათი მოტაცება არ მოხდა გორიდან, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულისთვის თუ საიდან მოიტაცა. და გარკვეულად ალბათ ამეთანხმებით, რომ შიშის სინდრომი აი ამ ფაქტების შემდეგ მოსახლეობაში ჩნდება და შეიძლება ითქვას ღამე ალბათ ბევრი ერიდება გარიცია. შიშის სინდრომი ახლა მე ყოველ შემთხვევაში ვერ შევამჩნიე. ჩვენ ახლა ფაქტიურად როგორც უკვე გითხარით 7 ივლისიდან ფაქტიურად ქუჩაში ვიყოფებით, სხვადასხვა ღონისძიებებს ვატარებთ. და მე ასე ვთქვათ, ეს სინდრომი ვერ შევნიშნე ხალხში და კარგია რომ ვერ შევნიშნეთ, იმიტომ რომ ეს გამოიწვევდა უფრო სხვა ასე ვთქვათ, ცუდ გაწყობას ხალხის, ცუდ დამოკიდებულებას, მაგრამ არ შეემჩნევა, იცით, ეს ყველა მიცის, რომ დანაშაული ყოველთვის არსებობს და იარსებებს და დანაშაული ჩაიდას. ამიტომ და ბატონალიკა ბოლო დროს კიდევ ერთი ფაქტი მოხდა, ასეთი შეპესია ფიფქია, რომელიც ნაყინს აწარმოებს და იქ მოხდა ყაჩაღობის, შეიარაღებული ყაჩაღობის ფაქტი, საიდანაც თუ არ ვცდები 12000 ლარია წაღებული. და ამ ბოლო დროს საქართველოს თბილისშიც რამდენიმე ფაქტი იყო, გამოდის რომ კარგად ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებს და გათვლილი აქვთ რომელ ობიექტებზე უნდა მოახდინონ მათ დაცემა. ფაქტია დანაშაული მოხდა, მძიმე დანაშაული მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ რაიმე ასეთი ცუდი შედეგი არ მოყვა მას ხედულობაში, მაგ ისევ და ისევ ვინმეს ადამიანის სხერფლი, ადამიანის სიკვდილი, რადგანაც ამ დროს სამუშაოზე სამსახურში იმყოფებოდა საკმაოდ დიდი რაოდენობა თანამშრომლების.
მართალი ბრძანდებით უკვე რაც დრო გადის სახეზე უკვე გვაქვს მეტად ასე ვთქვათ სერიოზული დაჯგუფებები აღარ ხდება იცი დანაშაულის სტიქიურად ახლა რო ავიღოთ ჩვენ შედარება თუნდაც რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდთან და აგერ დღეს ჩადენილ დანაშაულებთან ხო აბსოლუტური განსხვავება არსებობს ჩადენის საშუალების იარაღის ხერხის ახლა უკვე გევლინება თუ დავუშვათ რამდენიმე წლის წინ ხდებოდა სტიქიური თავდასხმა ქონების დაუფლების მიზნით და ეს ატარებდა როგორ ხასიათს როგორც მოსლე უცებ მოფიქრებულს იმავდროულად მოფიქრებულს ინსტინქტური ხასიათს ეს სამართალდამცავებისაცაც სამუშაოდ ადვილი იყო იცით რომ ასეთი დანაშაულის გახსნა უფრო ადვილია რადგანაც ის უფრო მეტ კვას ტოვებს ახლა რო უკვირდებით უკვე სახეზე გვაქვს მეტად ასე ვთქვათ ორგანიზებულ ჯგუფთან ჩამოყალიბებულს უკვე წინასწარ მოფიქრებულ მოქმედებებთან მხედველობაში მაქვს ნიღაბიკ ხელთათმანი რომ კლუბი არ დარჩეს იქ ცეცხლსროლი იარაღის ასე ვთქვათ ნაკლებად გამოყენება რომ თუნდაც მასრა არ იქნეს ამოღებული და სხვადასხვა საშუალებების ასე ვთქვათ უკვე სერიოზულ სახეს იღებს ну თავისთავად ჩვენც არ ვართ ასე ვთქვათ თლად მომზადებლები გარკვეულწილად ვახუთ ვატარებს საბამის ღონისძიებებს და შედეგებით საკმაოდ შედეგიანი გვაქვს ციფრობრივი მონაცემები აქვს მხედველობაში ну ფაქტი ერთია რომ დანაშაული ყოველთვის ხდებოდა და ყოველთვის იყო გაუხსნელი და ასეც იქნება მით უმეტეს ახლა რასაც ჩვენ ვაშენებ დემოკრატიულ ქვეყანას ვიღებ დემოკრატიულ ნორმებს ეს უფრო ასე ვთქვათ გააუარესებს როგორც სტატისტიკურ მონაცემებს, იმიტომ რომ და ზუსტად აი სტატისტიკა ახსენეთ. მაინტერესებს წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით როგორი სიტუაცია იმათა დანაშაულის რაოდენობა თუ იკლ. თუ ავიღებთ შესაბამის პერიოდს მდგომარეობა გაუარესებულია. გაუარესებული ხედველობაში მოხსნეს ციფრობრივი მონაცემის ზრდა. წინა შესაბამის პერიოდისათვის 60 ერთეულით არის გაზრდილი დანაშაულის საერთო რაოდენობამ და 6 თვის მონაცემებით ამ რიცხვმა შეადგინა 257 ერთეული. მაგრამ მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ გაიზარდა მძიმე დანაშაულის ხედრითი წინის 10 ერთეულით. მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო საზოგადოების მხრიდან, რომ ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ რაღაც საგანგაშოდ კი გახსნის მაჩვენებელი როგორი გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა შესაბამისად წინა წელთან შედარებით 2%-ით საერთო რაოდენობაში, ხოლო 1% მძიმე დანაშაულის გახსნის მაჩვენებელში. მაგრამ მე ყურადღება რაზე მინდა გავამახვილო, იცით ჩვენ და საბედნიეროდ შემცირდა მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რაოდენობა, განსაკუთრებით პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, როგორიცაა განზრახულობის დელობა, სხეულის განზრახვის დაზიანება და სხვა. აი ამ ციფრობრივი მონაცემები ძირითადად ხლეს და განპირობებულია მაინც გამოვლენითი დანაშაულის ხარჯზე, გამოვლენითი დანაშაულის ხედველობაში მაქვს ნარკოტიკული საშუალებათა უკანონო ბრუნვის ფაქტებზე გამოვლენითი დანაშაულთა რიცხვი გაიზარდა 14 ერთეულით. ეს უკვე დადებით მუშაობაზე მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ და თავისთავად გაიზარდა უკვე საერთო მაჩვენებელიც. 2 ერთეულით გაიზარდა ცეცხლსროლი იარაღის ამოღების მიმართ გაწეული მუშაობა და ძირითადად ახლა რაც არის ეს ასე ვთქვათ რამაც განაპირობა დანაშაულთა საერთო რიცხვის და ეს გახლავთ ძირითადად ქურდობა დანაშაული რომელიც მეტად გავრცელდა ფართოდ და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცება გაიზარდა 9 ერთეულით. ეს ერთ-ერთი ზუსტად ამაზე მინდოდა წარმოადგენს დღეს გორის რეგიონისათვის ღამე არ გავა რომ მანქანა არ დაიკარგოს. ხომსად ასეც არ არის ღამე არ გავდოდეს მაშინ 6 თვეა გასული და სტატისტიკური მონაცემი სულ ცოტა 90 და 100-ზე მეტი. ძალიან ხშირია შემთხვევით. რა თქმა უნდა, ხშირია, ძალიან ხშირი, რომელსაც ვიტყვი რაც სტატისტიკური მონაცემები არ გახლავთ. ზუსტი არის ხშირად შემთხვევები, რომ გაზარალებულები არ გვაკითხავენ, თავიანთი ძალები ცდილობენ ავტოსატრანსპორტო გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძებნას. შიში გააჩნიათ იმის, რომ
დამნაშავეთა მხრიდან შესაძლებელია ეცნობილი გახდეს და მოხდეს ავტოსადროს საშუალის განადგურება. ხო, აი ზუსტად ამაზე ვისაუბროთ. ხშირია შემთხვევები, როცა ესე იგი დაზარალებული მანქანის პატრონი მიდის შავი სამყაროს წარმომადგენელთან და მას აყენებს საქმის კურსში, არ მიდის პოლიციაში და ხომ არ ფიქრობთ რაღაც დობა დაკარგა მოსახლეობამ პოლიციის აი ძალოვანი სტრუქტურების. დობა როგორ გითხრათ, მაგას ვერ ვიტყვით რომ დობა დაკარგა, იმიტომ რომ საკმაოდ რაოდენობა ჩვენ გვაკითხებს საზოგადოების და თუნდაც ეს მონაცემი სტატისტიკით დაფიქსირებულია ფაქტიურად 70-80% ეს დაზარალებულთა განცხადებებისა საჭიროების საფუძველზე დადგენილი, მაგრამ არის კატეგორია საზოგადოების ხალხის, რომელსაც არ სურს, იცით, განცხადება იმისი, რომ მის მიმართ ჩადენილია რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ეს უფრო ჩემი საზრით კიდევ მეწევანას თქვი, ჩემი საზრით ფაქტია, მერიდებიან ძირითადად ავტოსადროს საშუალების განადგურებას, იმიტომ რომ დამნაშავეთა სამყაროსათვის არ აქვს დიდი კვალის დაფარვის ხო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას ის ავტომანქანას გაანადგურებენ, არ გაანადგურებენ, ერთი და მეორე შემდგომი კიდე მინდა ეს ამას განსაკუთრებული ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოებას ასე ვთქვათ არ უნდა, იცით, რომ წარმოგვიდგეს ჩვენ როგორც გამოძიების დროს სასამართლოში როგორც დაზარალებული.ერიდება უმრავლესობა დაპირისპირებას დამნაშავესთან, დაუშვათ თუნდაც ამოცნობას, ხელის დადებას და ჩვენების მისცემასაც კი. იმიტომ რომ იმან კარგად იცის, რომ გარკვეული დროის გავლის შემდგომ, ამაზე არა ასე დანაშაულებზე არ გახლავთ სამუდამო პატიმრობა და ასეთი რაიმე მძიმე საეჯელები და გარკვეული დროის შემდგომ გამოვა ქალაქი, ასე ვთქვათ, მაინც პატარა, ყოველთვის ყველას ხდება, ყველას ნათესავია და ერიდება, იცით, მაინც ასე ვთქვათ, აი ამ თვალსაზრისით ჩვენთან ურთიერთობა. ჩვენ ფაქტებიც გქონია, რომ გატაცებული მანქანა ჩვენ ამოგვიღია დაზარალებულის. და დაზარალებული აცხადებს, რომ მას მანქანა არ დაუყარდა, სულისის აგის სახეზე მანქანა გვაქვს. ვიცით, რომ მანქანა მოტაცებული იყო და გარკვეულ საფოსრის გადახდით დაიბრუნა, მაგრამ აცხადებს, რომ ასეც ადგილი არ ქონია. ასე კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ დამნაშავეც ვიცით და სახეზეც აქვს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი იყო, მე შემიძლია გითხრათ, ქალაქ გორიდან მოხდა რომელიც გატაცება გაცხადებული არ ქონია დაზარალებულს, ორი დამნაშავე დავაკავეთ კიდევაც, მათი შემოწმების დროს ამოღებული იქნა დაზარალებულის ავტომანქანის დეტალები, რომელიც მას დამნაშავემა დაჭრეს და გაყიდეს და შემდგომ გადაყარეს მათივე, სულ სახლში ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ დაზარალებულს ვერ მივყავდა დაზარალებული იმდენად, რომ მას უნდა დაეწერა განცხადება, რომ საქმეს მქონოდა მსვლელობა. კიდე კი რომ დამნაშავეები ამას აიარებდნენ თავიდან ბოლომდე. თავისთავად ასეთი განწყობით ავტოსამართლდამცავები ვერაფერს ვერ გააკეთებენ. და ხშირია მithქმა-მოთქმა იმ შესახებ, რომ ეს მანქანები, რომლებიც იკარგება ბოლო პერიოდში, ცხინვალის მიმართულებით მიედინება. და როგორც ვიცი, დგას ბევრი საგუშაგო პოსტია და როგორ გადიან ამ საგუშაგო პოსტებთან? არ ხდება ღამის რეიდების წარმოება. ეს ახლა კი არ არის ეს მithქმა-მოთქმა, ეს უკვე იმიტომ არის გორში ასე ვთქვათ გავრცელებული სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა, რომ ცხინვალთან არის ძალიან ახლოს და დანაშაულის ჩადენიდან სულ რაღაც 15-10 წუთში უკვე აღწევენ ისეთ ზონაში, ხედველობაში ქალაქ ცხინვალი, სადაც ფაქტიურად უკვე ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ სამართლებრივად. ესაც ჩვენ ამ საკითხები დავინტერესდით, ეს უკავშირდება ამავდროულად ნარკოტიკებსაც. და ჩვენ ძირითადად დავინტერესდით ამ ნარკოტიკების შემოდინებით, საიდან ხდებოდა და საბოლოოდ ესაც უკვე გავაკეთეთ სპეციალისტების დახმარებით და მონაწილეობით შესაბამისი რუკა, ხო? იქ ალბათ შეიძლება კაცმა 100 გზა დაითვალოს და მეტი კიდე. როგორ შეიძლება მოხდეს ცხინვალში და ცხინვალიდან აქეთ. ეს მარტო ცხინვალზე არ არის ლაპარაკი, იცით თქვენ ახლა სულ მაგ მაცხოვრებლები ვართ, აქ არის ზემოარცევი, აქ არის სოფლები ცხინვალის ღრომი, აქეთ ზნაური, რომლებიც მთლიანად გასატყია გორის რეგიონს, გორის რაიონს და წარმოიდგინეთ ახლა რამდენი გზა იარსებებს, როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური შავი გზები და აქედან გამომდინარე
ძალიან ადვილად შეიძლება შეცვალა. აქედან კი არა თბილისთან მოტაცებული მანქანები იყო შემთხვევები, რომ თბილისთან მოტაცებული მანქანების უდიდესი ნაწილი იქ შედიოდა. ნუ ახლა გარკვეულწილად გამკაცრდა, ხედულობაში მაქვს ისევ საგზაო პოლიციის მიერ და უშუალოდ ახლა გორიდან გადაცებული ავტომანქანები შეედინება ცხინვალში. ამის აბსოლუტური ბლოკირება ამ გზების, ხო? ეს ცოტა შეუძლებელი, აბსოლუტური ბლოკირება. მით უმეტეს ახლა ძირითადად უნდა გააკეთო გადაკეთებები უშუალოდ სოფლებთან და ეს ღამის საათებში. მე მახსენდება რომ გუბერნატორს ერთი ასეთი აზრი მოვიდა კონტრაბანდულ ტვირთებთან დაკავშირებით შემოვლითი გზების გადათხრა დაიწყო. და ანალოგიური რამ ხო არ ხდება საგზაო პოლიციის მიერ აი სოფლებთან ახლო გზების. მე ახლა ძირითადად კი გუბერნატორის ასე ვთქვათ მოდონი რეგლის მიერ შემოშევებული გეგმით მოხდა ძირითადად აი შემოვლითი გზების გადათხრა, მაგრამ ყველგან მაინც ხდება გამომდინარე იქიდან რომ სოფლის მოსახლეობა დღეს მოსავლის აღებები მიდის ეს გზა საჭიროა სხვისთვისაც. რა თქმა უნდა, ეს გზა საჭიროა სხვისთვისაც, სადაც შესაძლებელი იყო ფაქტიურად მოხდა ასეთი ღონისძიების გატარება, მაგრამ უამრავ გზაზე კიდევ ვერ ხორციელდება, მხოლოდ აი ამის ზეცის გამო, რომ იქ მარტო დამნაშავე კი წესიერი ადამიანი, შრომელი ადამიანი დადის და აკეთებს თავის საქმიანობას. ნუ ყოველ შემთხვევაში ნუ ფაქტია რომ გააქტიურდა. ამ დანაშაულებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, ცოტა ისეთი რთული მომენტები იქნება, იცით რომ შენ შემთხვევაში ისეთი პიროვნებების დაკავება ხდება ამ დანაშაულზე, აბსოლუტურად ვერ წამოდი, მათ შორის არასოციალურს. გამოდის რომ ძალიან ასე ვთქვათ ფაქტიურად ვისაც ელოდები, ისაც ჩაიდეს დანაშაულს, სხვა ჩადეს და ამიტომ სრულდება ამ დანაშაულთა გახსნა. ნუ ეხლა მინდა სულ რაღაც აგერ ერთი კვირის მოვლენა ფაქტია, სამი ასეთი რეგისტრირებული დანაშაული გაიხსნა, რომლებიც გორის ტერიტორიაზე იყო საკმაოდ სერიოზული ჯგუფია დაკავებული, ორი პიროვნება არის მიმალვაში. ესედა კიდევ გევნით სერიოზული ჯგუფი იყო, რომელსაც არაერთი ჯერჯერობით სამი დანაშაული გვაქვს. ასეთი გამოვლენილი მათ მიერ ჩადენილი და ალბათ შესაძლებელია უფრო მეტიც. დღეს შიდა ქართლის ტერიტორიას ასე ვთქვათ ნარკობიზნესის ტრასასაც კი უწოდებენ. ხედულობაში მაქვს სწორედ ის გზები, რომლებიც წერან თქვენ ახსენეთ. აი ნარკობიზნესის წინააღმდეგ რა მუშაობას ატარებს დღეს თქვენი სამსახური? ახლა თავიდანაც მინდოდა ამეღნიშნა ეს გარემოება, რასაც კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობდი და კონტრაბანდული გზით საქართველოში მოხდილი თვითების გადაადგილებაზე. ახლა ვისაც ეთქმის თუ არ ეთქმის, ევალება თუ არ ევალება, ყველა ფაქტიურად აფიშირებას აკეთებს, ყველა ფაქტიურად გამოდის ისე რომ ცხინვალია და ცხინვალის ეს ტერიტორია ფაქტიურად ამ როგორც ნარკობიზნესის კონტრაბანდული თვითების შემოდინების პირველი ასე ვთქვათ წყარო და ერთ-ერთი ძირითადი ეს ასე არ არის, მინდა ყველა მიცოდეს როგორც კონტრაბანდული თვითები ისე ნარკოტიკები, რომლებიც დღეს საქართველოშია ბრუნვაში, ეს ალბათ ერთ-ერთი მცირე კი ვამბობ, მე არ ვამბობ იმას, რომ აქედან არ შემოედინება და არ არის, ერთ-ერთი წყარო არის შემოდინების, მაგრამ ძირითადად ტრასას ასე ცოტა მე ვერ ვიტყვი, იცით? ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ფაქტიურად აი აქ შეძენილი ნარკოტიკების მიხედველობაში მაქვს ისე მომხმარებელი ძირითადად ალბათ 70-80% ყველა გამოვლენილია და დაკავებულია და ნუ ძირითადად ძალიან ასე ვთქვათ, როდესაც საუბარია 10 გრამზე და 5 გრამზე და ნუ თუნდაც 15 გრამზე, ხო ეს არ ვერ ვიტყვით ჩვენ დაუშვათ ასე ვთქვათ ნარკო ბიზნესის ტრასას და ცითად შემოდინების საშუალებებს და სხვა. მე არ მაქვს უფლება სხვა საზღვრებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ცხინვალი არ წარმოადგენს, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოედინება. ნუ აუცილებლად დაკავშირებით არსებობს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება, მობილიზებულია, შექმნილია და მობილიზებულია სპეციალური სამსახურები თითქმის ყველა პოლიციის დანაყოფშიც, გაყოფილებაშიც კი.
და ნუ ფაქტით სახეზია. შესაბამისი პერიოდისათვის წინაწლის ხომ ასეთი 27 დანაშაული იყო გამოვლენილი. მიმდინარე წელს არის გამოვლენილი 41. ისე გამოდის 14 ერთეულით მეტი, რაც აღნიშნე დასაწყისშივე მათი გააქტიურების ნიშანწყალს ნიშნავს, მაგრამ ჯერ კიდევ არ კეთდება ის, რაც საბოლოოდ უნდა გაკეთდეს. ამას ნუ თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ძირითადად არის კადრები, ვერ ხდება კადრების სრულყოფილი შერჩევა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. თუმცა ძნელია ეცეთ ნარკომანი, რომელსაც შეძენილი აქვს ნარკოტიკული საშუალება, მართლა თუნდაც ხინოში და მოედინება ამ ტრასაზე საზღვარგარეთის უცხოური წარმოების მანქანით, ხა იმას გაატარა ოპერატიული ღონისძიება და რაღაც ჩვენი ასე ვთქვათ 10 წლის წინ პოლიციელის საკუთრებაში არსებული მანქანით დადევნობა და ღონისძიების გატარება მიუხედავად იმისა, რომ ქონდეს რეალური ოპერატიული ინფორმაცია ვერ ხორციელდება. მიუხედავად ამისა, კიდევ ამბობ იმას, რომ ძროები სერიოზულია, მათ შორის უნდა ვთქვა, რომ 6 რეალიზატორია გამოვლენილი, ესეც ცოტა გეთანხმებით, მაგრამ ცხინვალის ტერიტორიაზე კვლავ იქ არსებული პრობლემების გამო ვერ ვახორციელებთ ღონისძიებებს, ძირითადად გამსაღებლები მოქმედებენ იქით. ცნობილიც არის ჩვენთვის სულ 3-4 პიროვნება ასეთი, რომლებზეც ყველა მონაცემი არსებობს, მაგრამ მათი გამოყვანა და დამფუძნებლობა ვერ ხორციელდება. ბატონო რეკო, ბოლო დროს მოსახლეობაში გაარკვეული გაურკვევლობა, ასე ვთქვათ, იმ ფუნქციების შესახებ, რომელიც დღეს პროკურატურას აკისრია. ვიცით კარგად, რომ ჩემთვის ცნობილია, რომ პოლიცია, პროკურატურასა და სასამართლოს შორის გარკვეული ფუნქციების გადანაწილება მოხდა. თუ ადრე თუ მაგალითად თქვენი პრეროგატივა იყო სანქციის გაცემა, დღეს ამას სასამართლო აკეთებს. და ამას გარდა დღესდღეობით რა ფუნქციები აკისრია პროკურატურას? ნუ ახალმა კონსტიტუციამ საპროცესო ნორმებმა ძირითადად განსაზღვრეს პროკურატურის ფუნქციები, თუ დავუშვათ ადრე ასე ვთქვათ განუსაზღვრელი უფლებამოვალეობით სარგებლობდა, დღეს უკვე ეს ყველაფერი მოეცა. ჩვენ დასაბედნიერად ჩარჩოში, მინდა ამას ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ხშირად პროკურორს სთხოვდნენ პასუხს და ავალებდნენ ისეთი უფლებამოსილიც იყო, ასე ვთქვა და განმტაცებლებოდა ისეთი საქმიანობა, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარდა შეუსრულებადი იყო, იცით? ფერმაში რომ წოლადობა დაეცემოდა, შეიძლება და პროკურორის მოეთხოვოდა ცოტა ასე ვთქვათ, მაგრამ მეტი უფლებებიც და მეტი მოვალეობიც ჰქონდა. ახლა კონკრეტულად განისაზღვრა, კონკრეტულად ჩადგა თავის ჩარჩოში ყველაფერი და ნუ ძირითადად დაევალა თავისი უშუალო ფუნქციების ახორციელება. ეს გახლავთ სიცხლის სამართლებრივი დევნა, ზედამხედველობა სამძლებნო ღონისძიებასა და მოკვლევის სამსახურებზე და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სასამართლოში. სასამართლობრივი დევნა, ნუ მოგესალმებით, ეს გახლავთ საქმის აღძვრიდან მის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებამდე, განაჩენამდე, ზედამხედველობა ხორციელდება ყველა მოკვლევის სამსახურზე, ეს არის როგორც ჩინაგაცხვთა სამინისტროს საბაჟო სამსახურები არსებობს, ოპერატიული საგადასახადო სამსახური და სხვა, ვინც ფაქტიურად ატარებს შემოწმებას და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას. და ნუ როგორც ეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხედულებაში ისევ და ისევ განვითარებულ ქვეყნები პიროვნების უფლებების ხელშეუხებლობა ფაქტიურად ეს რაც შეეხება დაპატიმრებას, რაც შეეხება პირად შხრეკას, საცხოვრებელ შხრეკას და სხვა ასეთ უფლებას შემზღუდული მოქმედებებს, როგორ ხორციელდება ეს სასამართლოს შესაბამისი ბრძანებით. ნუ გადაუდების შემთხვევაში თვითონ ოპერატიული სამსახურების გამოძიება მხედველობაში მოხს მოკვლევა მათ მიერაც, რომ შემდგომ რაც დაკანონებას აჩვენებს სასამართლოს მიერ ისე. და აქ არაფერი ისეთი მე ვფიქრობ, რომ არაფერი საგანგაშო არ მოხდარა, პირიქით, როდესაც კიდევ იმას, რომ საუბარი ადამიანის უფლებებთან მართლაც უნდა იყოს ის კონტროლებადი, ის უნდა იყოს
ასე ვთქვათ, ყველა დონეზე შემოწმებული და ისე უნდა გადაწყდეს საწოლნელი, იცით, ჩვენ მაინც მე ასე ვიტყვი, გამოძიებოდა მით უმეტეს პროკურატურა, მას თავისი მიმართულება აქვს, საქმის ინტერესი აქვს, უფრო იცით, მე სახელმწიფო ბრალდებელია საბოლოოდ და უფრო ისწრაფის დანაშაულის გახსნის და რეალობის, მართალი რეალობის დადგენას სავალდებულია, მაგრამ გარკვეულწილად ამ პროცესებში, იცი, ცოტა უფრო არ ითვალისწინებს, თუნდაც ბავშვი დამნაშავე პატიმრობაში უნდა იყოს თუ თავისუფლებაში. ნუ ასეთ ბევრი მომენტებია, რომელიც უფრო სამართლიანია, ლოგიკურია, რომ უნდა გადაწყვეტოს სასამართლო. ბატონო ალიკა, მე მახსენდება ერთ-ერთი ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერგინეთის სიახლოვეს ისევ და ისევ კონტრაბანდულ ტურისტებთან დაკავშირებით. იყო პერიოდი, როდესაც შიდა ქართლში ცენტრალური სტრუქტურების წარმომადგენლები იდგნენ ტრასებზე და აჩერებდნენ ასე ვთქვათ ავტომანქანებს და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ადგილობრივ წარმომადგენლებს აი ამ კონტრაბანდულ ტურისტებთან მებრძოლი განყოფილებების წარმომადგენლებსაც კი არ ცნობდნენ და მას შორის შეხლა შემოხლაც კი მიდიოდა. არის ვერსიები და ამბობენ, ხალხში არის ასეთი აზრი გავრცელებული, რომ თბილისელები ჩამოდიოდნენ დიდ ფულს იშოვიდნენ, რამდენიმე მანქანა შეიყვანდნენ ტერმინალში და მიდიოდნენ აქედან. დღეს თბილისელები აღარ დგანან ტრასაზე. რამდენად შეიცვალა, აი სტატისტიკა მაინტერესებს, რამდენად შეიცვალა აი მათი დგომის პერიოდში ტერმინალში შეყვანილი მანქანების რაოდენობა და თქვათ დღევანდელ მდგომარეობაში ეს მაჩვენებელი გაიზარდა თუ შემცირდა. თქვენ პროკურორს ცოტა ესეთი შეკითხვა მიეცეთ, რომ ხალხ თავიდან მინდა გითხრათ, რომ თუ გაქვთ მონაცემი, რომ ვინმე თბილისელმა დიდი ფული იშოვა. არა, მე ამბობენ ხალხშია გავრცელებული. ეს ფაქტი ჩვენთვის ნამდვილად არ არის ცნობილი, ახლა დიდ ფულთან თუ ცოტა ფულთან შოვნის საკითხი. ისიც მინდა გითხრა, რომ დღესაც არსებობს ცენტრალური აპარატებიდან ჩამოგზავნებული თანამშრომლები, რომლებიც ერთობლივად ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ატარებენ შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს, როგორც კონტრაბანდული თვითების, ისე სხვა კრიმინალური ელემენტების მიმართ. ნუ ასეთი ფაქტიც იყოს ცნობილი, დაფიქსირდა ასეთი ფაქტი ტირძნიშში, როდესაც მოხდა მართლაც დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და შესაბამის სამსახურების მიერ ამ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას აწარმოებს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო აპარატი და ნუ საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რომ ჩემთვის ცნობილი არ არის ძირითადად. მაგრამ ასეთი ერთობლივი ღონისძიებები გრძელდება. ნუ მე რაც ახლა პრესით ვიცით, რაც თქვენთან ერთად საინფორმაციო საშუალებებით ვიცი, ის კონკრეტული ფაქტი არ იყო შეთანხმებული არც ერთ ადგილობრივ და სამხარეო სტრუქტურასთან. და ნუ ასეთი მოქმედება ნამდვილად მიზანშეუწონელია, იმიტომ რომ ვიღაც უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში საქმის კურსში და მერთობლივად უნდა და ეს არ ბადებს თავისთავად ეჭვს, რომ ისინი ცოტა სხვა ცოტა ძნელია, იცით, ამაზე თქმა, რომ ისინი ჩამოდიან მხედველობაში, არა კონკრეტულად ეს სამსახურები ჩამოდიან ამის გულს. ხოლო მე ამის საფუძველი არ მაქვს, იცი, ნუ მე ეს თქვა ახლა ეჭვზე ჩვენ ცოტა ძნელია ჩვენი დამყარება. გასაგებია და ჩვენი პროგრამის ბოლო კითხვით მოგმართავთ. მე როდესაც ჩემ თანატოლებს ხვდები და ისინი სწავლობთ თქვათ იურიდიულზე თუ სხვადასხვა განხრებზე, ვეკითხები რა რატო გადაწყვიტე ჩააბარო ამ სპეციალობაზე ისწავლო, ისინი ამბობენ, რომ ძალოვან სტრუქტურებში დიდი ფული იშოვება და თქვენ რამდენად დიდი ფული იშოვება ძალოვან სტრუქტურებში? ახლა ეს ცოტა ისეთი კითხვა, რომელიც რომ ისევ და ისევ ალბათ იმ აბიტურიენტს და სტუდენტს თუ დაებადება, თორე როდესაც მიბრძანდება საბოლოოდ ადგილზე, შეიძლება ერთადერთი ნამუსმა შეაწუხოს, რომ იგაჩერდეს და არ გაიქცეს. ამასთან დაკავშირებით ეს არ არის ახალი ფაქტი, ეს არ არის ასე ვთქვათ პირველი შეკითხვა, აბსოლუტურად ეს არის სადღაც სიდან მოტანილი. ეს ახლა ცოტა ძნელი ამაზე ამის დაჯერება, იცით, როდესაც შეიძლება ახლა ნებისმიერ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელს შეეკითხო და არ ახერხებს და აგიხსნის მათ თავის მდგომარეობას და თავის სიტუაციას. ამას ორანიორ წარმოედგას, რომ ხშირად ყოფილა დღეები იმისა, რომ გაუმძიებელს სიგარეტი ვერ უყიდია. კონკრეტულად ვერ გადაადგილებულა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, შეასრულოს რაღაც საგამოძიებო მოქმედებები.
ეს უბრალოდ ილუზიებია ხალხში, ეს ილუზიები არ ვიცი თუ ადრე რამე ასეთი მსგავსი იყო მაშინ რასაც ფაქტიურად ხედელობაში მაქვს მე 15 წელი, მაშინ რამე ასეთი იყო და იქიდან მოდის ეს აზრი, ამას ვერ მოგახსენებთ და იმ პერიოდში არ მომუშავია მე და ახლა სადაც მუშაობ ვიცი რა ხდება, ფაქტიურად ერთია რომ კოლექტივურად არ იყოს, ხო? ვერაფერი ვერ გაკეთებ, საქმეს ვერ გამომიძიოთ. არის მომენტი რომ ვიღაცას რაღაც აქვს, საიდან რაღაც ასეთ მნიშვნელობა არა ყოველ შემთხვევაში ის რო არ იქა ვიღაცას დიდი რაღაც ეს აბსურდული. ამას აცხადებს უკვე ოფიციალურად სულ ყველა გენერალურ პროკურორმა განაცხადა 6 თვის შედეგებზე უკვე რომ ფაქტიურად ასე მუშაობა შეუძლებელია. ეხლა მე კონკრეტული აღარ მახსოვს ციფრობრივი მონაცემები ზუსტად, მაგრამ შემიძლია გითხრათ ის რომ 2 წლის განმავლობაში პროკურატურის სისტემიდან წავიდა დაახლოებით 150 ოპერატიული მუშაკი. კორუმპირებულობის გულისთვის? და გეტყვით რომელსაც მოგახსენე და მათ შორის კიდევ ბევრი პროკურორი. თავიანთი სურვილით, განცხადებებით გამომდინარე იქიდან რომ ფაქტიურად შეუძლებელი ხდება უკვე ასე თქვათ მუშაობა და როგორც თქვენ ძალიან დიდი ფული რო შემოდის დაზუნებული ასეთი პროკურორი განცხადებას არ დაწერს და არც არა. მე მხედველობაში ვარ პროკურორი, რაიონის პროკურორი და არა რიგითი თანამშრომელი. ასე რომ ეს არის ცოტა რაღაც ძველი დროიდან მოძდეთ მე მგონი. არის დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონო ალიკო ჩვენთან დღეს სტუდიაში მობრძანებისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ რომ დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა გორის პროკურორი ბატონი ალიკო სუხიტაშვილი. ჩვენ ზუსტად 1 კვირის შემდეგ შევხვდებით, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.